კახაკუკავა ბანკებისა და მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ კოლექტიურ სასამართლო პროცესს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო საბაზრო განაკვეთის ესხებზე 15%-ის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ძალიან ბევრი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო და კერძო მევახშე იპოთეკურ და სამომხმარებლო ესხებს გასცემს 25, 35 და ხშირად 40%. საქართველოს კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ამგვარი პროცენტების რეგულაცია, თუმცა არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ არ შეიძლება ფიზიკურ პირებზე ესხები გაიცეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ განაკვეთზე უფრო მეტი პროცენტით. ესხი ფიზიკურ პირზე არ შეიძლება გაიცეს იმ საშუალო განაკვეთზე უფრო ზევით, რომელიც დადგენილი არის ეროვნული ბანკის მიერ და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი არის დაახლოებით 15%. თვიდან თვემდე მერყეობს ეს პლუს-მინუს 1%. მოქალაქეებს მოუწოდებთ, რომ ჩვენს ხელხაზზე გამოვაგზავნონ თავიანთი ესხის ხელშეკრულებები და ჩვენ შევიტანთ მათი სახელით აღიარებით სარჩელებს სასამართლოში. ამ საკითხზე უკვე არის სასამართლო პრაქტიკა ჩამოყალიბებული და ეს მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც 25, 35 ან მით უფრო 49% ხდიან კრედიტებზე, ამ ადამიანებისთვის იქნება შეღავათი.